მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავარ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ კვლავ ევროდოლარის წყვილით, სადაც წყვილმა დაიწყო საკორექციო უკუსვლა, ანუ ბაზარმა განავითარა ჯერ პირველ რიგში დაღმავალი მოძრაობა, დაახლოებით დააფიქსირა 1.0850 ნიშნული და შემდეგ შევიდა ძლიერი წინაღობის ზევით, ანუ ფაქტიურად ეს ნიშნული დღეისთვის, ეს არის 1.0950 ნიშნული, დღეისთვის გაიხადა ამ ევროდოლარის წყვილმა როგორც ხარდაჭერის ზონა. შესაბამისად, ველოდებით რომ ბაზარი კვლავ გააგრძელებს ზევით სვლას, დაახლოებით 1.1050 ნიშნულთან და ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ბარიერი 1.10 ნიშნული და თუ ფსიქოლოგიური ბარიერი გაარღვია, დიდი შანსია იმისა, რომ გაარღვიოს 1.1050 ნიშნულიც, ანუ დაიწყოს ფაქტიურად ღრმა კორექცია თვითონ ევროდოლარის წყვილმა და ვნახოთ იქ როგორ განვითარდება მოვლენები, ანუ თუ 1.1050-იც გადალახა ბაზარმა, შესაბამისად ველით რომ მივა 1.12 ნიშნულამდე ფაქტიურად მეორე ძლიერ წინაღობამდე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გამოარღვია 1.0950 ნიშნული, მაშინ ველოდებით რომ კვლავ გაგრძელდება დაღმავალი მოძრაობა 1.08 ნიშნულამდე. ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ზონა, რაზეც ღირს ყურადღების მიქცევა, იმიტომ რომ მისი გარღვევა ფაქტიურად გამოიწვევს 1.05 ნიშნულამდე სვლას. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ფაქტიურად არაფერი არ ხდება განსაკუთრებული, ბაზარი მოძრაობს წინაღობა მხარდაჭერის ხაზს შორის, გვაქვს აბსოლუტურად ფლეტური მდგომარეობა და ბოლოს 1.21-30 ნიშნულის დაფიქსირების შემდეგ ბაზარმა განავითარა აღმავალი სვლა. მოსალოდნელია რომ იგი მივა წინაღობის ზონასთან, ანუ ფლეტის მაქსიმალურ საზღვართან 1.20-70 ნიშნულთან და იქიდან უკვე გადაწყდება საიწამოა. დიდი შანსია რომ რადგანაც ტრენდი არის დაღმავალი, კვლავ განავითაროს დაღმავალი სვლა ისევ 1.21-30 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, პარიტეტის დაფიქსირების შემდეგ იგი კვლავ წამოვიდა დაღმავალ სვლაში და გამოარღვია 0.99 ნიშნული და ახლა ვითარდება დაღმავალი მოძრაობა. როგორც ხედავთ, ფაქტიურად დაწყებულია, თუ ჩვენ ჩავთვლით რომ ეს არის აღმავალი ტრენდული სვლა, ფაქტიურად დაწყებულია კორექციული უკუსვლა და არ არის გამორიცხული რომ ბაზარი მივიდეს 0.97-80 ნიშნულამდე, რომელიც წარმოადგენს ძლიერ მხარდაჭერის ზონას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გაარღვია 0.99 ნიშნული, ბაზარი რა თქმა უნდა დაიძრება კვლავ პარიტეტის გადალახვისკენ. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, როგორც გასულ სემინარზე ვთქვით, ანალიტიკაზე ვთქვით, ძლიერი წინაღობა ჰქონდა დაახლოებით 104.30 ნიშნულთან და ველოდებოდით მისი გარღვევის შემდეგ 105.40 ნიშნულს, 105.50 ნიშნულს. ფასმა მიაღწია ამ ნიშნულამდე და შემდეგ დაიძრა დაღმავალი მიმართულებით და შეგვიძლია დავინახოთ 1 საათიან გრაფიკზე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ფასმა ფაქტიურად გაარღვია მინიმალური ფასი და მოექცა ამ მინიმუმის ქვეშ. შესაბამისად, მოსალოდნელია კვლავ დაიძრას დაღმავალი სვლით, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია თავად 105 ნიშნულიც, რომელიც წარმოადგენს ძლიერ ფსიქოლოგიურ ბარიერს. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ფსიქოლოგიური ბარიერის ქვეშ ვიმყოფებით და იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა ეხლა გაარღვია 104.50 ნიშნული, ან 104.30 ნიშნული, უფრო ზუსტად რო ვთქვათ, მაშინ ველოდებით კვლავ დაღმავალი სვლის განვითარებას და გაგრძელდება ეს სვლა. ფაქტიურად მთელი მოძრაობა დღის გრაფიკებზეც და 4 საათიან გრაფიკებზეც კარგად ჩანს, რომ მიდის არხული სვლით და მივაღწიეთ ფაქტიურად არხის ზედა საზღვარს, საიდანაც უკვე მოსალოდნელია, რომ ბაზარმა დაძრას თავისი მოძრაობა ქვევით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ერთი დეტალიც, რომ მთლიანი ტრენდი თუ დაუკვირდებით, ეს არის დაღმავალი ტრენდი და შესაბამისად მივაღწიეთ თუ არხის ზედა საზღვარს დაღმავალ ტრენდში მიაღწია ბაზარმა, მაშინ ეს ითვლება, რომ მიაღწია მაქსიმალურ ზღვარს და შესაბამისად ველოდებით დაღმავალი მოძრაობის განვითარებას და არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ველოდოთ დოლარი იაპონური ენის წყვილს 100 ნიშნულამდე. ხოლო რაც შეეხება აღმავალ სვლას, თუ ბაზარმა გადალახა 105.50 ნიშნულის ზევით, უკვე ველოდებით
ველოდებით, რომ ბაზარი განავითარებს აღმავალსვლას პირველ ეტაპზე 106-80 ნიშნულამდე და შემდეგ 109-30 ნიშნულამდე. ანუ ფაქტიურად ერთი მიმართულებითაც, ანუ ბაის მიმართულებით და მეორე მიმართულებითაც, ანუ სელის მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი სულების მოლოდინი, შესაბამისად ვაჭრობა განსაკუთრებულად კარგი იქნება. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს ამერიკულ დოლართან, აქ კვლავ მოძრაობს ერთგვარ ფლეტურ მოძრაობაში, ფაქტიურად 0.75-80 ნიშნული ბაზარმა ვერ გაარღვია, მოვიდა ამ ნიშნულთან, კვლავ შებრუნდა ამ ნიშნულის ზევით და ეხლა ფაქტიურად მიდის 0.77 ნიშნულამდე, ანუ ეს მოძრაობა მოსალოდნელი იყო, თუ ვერ გაარღვევდა ბაზარი ფლეტის ქვედა საზღვარს და იმ შემთხვევაში თუ 0.77 ნიშნული გადაილახა ბაზრის მხრიდან, მაშინ ველოდებით, რომ იგი მიაღწევს 0.8 ნიშნულს, ანუ ფაქტიურად ფსიქოლოგიურ ბარიერს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ გადავლახეთ 0.76 ნიშნული ქვევით, უკვე ველოდებით, რომ ბაზარი მევა 0.75 ნიშნულთან. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, მადლობთ ყურადღებისთვის.